ერთადერთი ადგილი ბათუმში, სადაც არ გამისინჯო საჭარული ხაჭაპური, წელს იყო მამუკა საჭარული ხაჭაპური და ძლივს 2 დღის მერე წვალობის მე აქ მოხვდი, იმიტომ რომ გიგანტური რიგები იყო. ამიტომ მოდით გავსინჯოთ მამუკას აჭარული ხაჭაპური. მე შევუკვეთე 2 კვერცხი და სხვათა შორის თუ არ იცოდით, შეგიძლიათ 5-ით შევუკვეთოთ, ამიტომ აქ მაქვს 2 უსაყვარლესი კვერცხი. ეგეთი პატარა კვერცხები ჯერ კიდე არსად არ შემხვედრია და მოდით შევამოწმოთ, რამდენად ხრაშუნა არის ეს აჭარული ხაჭაპური. ეხლა პირდაპირ პურით, ხრაშუნა პურით მე ავურევ კვერცხი და ყვინი. აბა ეხლა გავსინჯოთ. ამა შეხედეთ რა წელვადი ყველია. რამდენი ყველია, ხშირად მკვდება რომ ყურები როცა მოვრჩებით, ამას ყველიც რჩება და ძირისთვის აღარ მრჩება. და აქ იმენა სავსე არის ყველით, თან ისეთი გემრიელი ვერ ჩერდები. მოკლედ შევჭამე ყველაფერი ირგლივ და ამას შეხედეთ რამდენი ყველი კიდე დამრჩა. ამიტომ ეხლა უკვე ახალ მეთოდს გამოვიყენებ და თქვენს შეგახსენებთ. უბრალოდ ავიღებ და გადავკეცავ ჩემ აჭარულ ხაჭაპურს. ძალიან გემრიელად შევჭამ. მოკლედ აჭარული ხაჭაპური მართლა იყო უგემრიელესი. ყვილად არ დგას ამხელა რიგები. იდეალური ცომი იყო, კაცუნა როგორც შოთის ფურის კუნწები, ყველი ისეთი როგორც მე მიყვარს, ერთდროულად მარილიანი და წელვადი, მაგრამ ერთი მინუსი რაც მე შევამჩნია ამ ობიექტს, სამწუხაროდ არ არის pet friendly და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აჭარული ხაჭაპური 10-დან 10.